კონორ მაკგრეგორი ბრუნდება. ამაში აბსოლუტურად დასწრებული ვარ. პირადად ვესაუბრე კონორს. კონორის მენეჯერი გაემგზავრა და UFC-ს ხელმძღვანელობას პირისპირ შეხვდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ კონორის მხარე კითხულობდა: თქვენ გონიათ, რომ ჩვენ არ ვართ სერიოზულად განწყობილნი? თუ თავად არ აპირებთ სერიოზულ ნაბიჯებს. ტელეფონზე საუბრისას გარკვეული გაუგებრობა წარმოიქმნა, ამიტომ გადაწყვიტეს, მოდით პირისპირ ვილაპარაკოთ. კონორი ბრუნდება, თუმცა ვფიქრობ, თავიდანვე მნიშვნელოვანია გაიგოთ, არა მხოლოდ ის, რომ კონორი არ აპირებს მაიკ ჩენდლერთან ბრძოლას, არამედ ის, თუ რატომ არ აპირებს მასთან ჩხუბს. ახლა მისმინეთ. UFC-ს აქვს თავისი ბრენდის დაპირება და როგორც ნებისმიერი დიდი კომპანია, ისინი ამ დაპირებას ერთგულობენ, როგორც კარგ, ისე რთულ დროს. მაშინაც როცა არენები ბოლომდე ივსება და მაშინაც როცა კოვიდი გიტევს და მაყურებლის გარეშე გიწევს მუშაობა, შენს პრინციპებს არ უნდა გადაუხვიო. UFC სწორედ ასე იქცება. ეხლა კი ვნახოთ, როგორ ეხება ეს ყველაფერი კონორს. კონორ მაკგრეგორი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. იმ წარმატების გამო, რაც მან წასულში მიაღწია, დღეს ჩვენ ვსვამთ კითხვას, რამდენად კარგია კონორი დღეს, რამდენად კარგი შეიძლება ის იყოს ახლა. ის ბრუნდება კატასტროფული ტრამვის შემდეგ. ბევრს ავიწყდება, რომ მას ფეხი ორ ადგილას ჰქონდა მოტეხილი. ამას დაემატა თითქმის 6 წელი უმოქმედოდ ყოფნა, ასე რომ ჩვენ გვაქვს კითხვები მის ფორმასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ იმ დაშვებით, რომ ის მაინც ძალიან კარგია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ის იყო დროებითი ჩემპიონი და უმაცხებელი ჩემპიონი ორი წონით კატეგორიაში და ფლოიდთან რინგზე 30 წუთი გაძლო, ჩვენ უბრალოდ ვალდებულები ვართ ვივარაუდოთ მისი წარსულის მიღწევებიდან გამომდინარე, რომ ის კვლავ უმაღლეს დონეზეა. ახლა კი თუ ვაპირებთ კონორს ისე მოექცეთ როგორც ყველას, მე მინდა პირველ რიგში ჩენდლერის შესახებ ჩემი ნათქვამი დავასაბუთო. თავადი კითხვა რა იქნება შემდეგ, საით მიგვიყვანს ეს ბრძოლა? კონორი ჩენდლერის წინააღმდეგ. გული მწყდება, რომ ეს ჩხუბია შედგა. ძირითადად ადამიანურ დონეზე მენანება ეს ყველაფერი, როცა უყურებ რა გზა გაიარა ჩენდლერმა, თავად კონორსაც უნდა დაუფასოთ. ის ცდილობდა ეს ინტერესი შეენარჩუნებინა არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ჩენდლერისთვისაც. ეს ბრძოლა დიდი შრომის დაგვირგვინება უნდა ყოფილიყო. მათ ჰქონდათ მედიატორი და პირისპირება, რაც პირადულშიც გადაიზარდა. მათ მონაწილეობა მიიღეს Ultimate Fight-ში, რომელიც დღემდე რჩება საუკეთესო მარკეტინგულ ინსტრუმენტად არა მხოლოდ UFC-ს, არამედ მთელი ინდუსტრიის ისტორიაში. აი ეს ყველაფერი უნდა დაგვირგვინებულიყო მათი ორთა ბრძოლით, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მას შემდეგ 2 წელიწადნახევარი გავიდა. ახლა ყველაფრის დაწყება თავიდან პირველი ნაბიჯებიდან გვიწევს და სწორედ აქ ამ პირველ ნაბიჯზე ჩენდლერი აღარ არის სრულყოფილი მეტოქე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ასევე არ ვიცით კიდევ რამდენი კილომეტრი დასჭა ამ მანქანას. ანუ რამდენად შეჭა ჩენდლერს რესურსი ამდენი ლოდინის შემდეგ. ასე რომ თუ ჩვენ ერთგული დავრჩებით ბრენდის დაპირების და დავაბრუნებთ კონორ მაკგრეგორს, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან კარგ მებრძოლად მივიჩნევთ და დარწმუნებით ვიცით, რომ ის მხოლოდ მთავარი ბრძოლების მონაწილეა, მაშინ ის შესაბამის პოზიციაზე უნდა დავაყენოთ. ხალხო, შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი მებრძოლი ტოპ 6-იდან, 10 თუნდაც 8-დან. ვისაც გინდათ იმას დაასახელებთ. ჯეკ დი ლა მადალინა ძალიან ლოგიკური ვარიანტია. ფიქრობ, იან გარიზეს წამოწინა შემთხვევითი არ ყოფილა. გონია რომ ამ იდეას რეალური საფუძველი და პერსპექტივა აქვს. არ მჯერა რომ ისლამ ახაჩებთან სატიტულო ბრძოლა შედგება, არც იმის მჯერა რომ მაქს ჰოლოვეი წონაში ავა მხოლოდ ისტორიული ერთჯერადი ბრძოლისთვის. ფიქრობ, კონორს ისეთ სიტუაციაში ჩააყენება, როგორც თავის დროზე ანდერსონ სილვას შემთხვევაში ვნახეთ. სილვა მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლი და ჩემპიონი იყო, რომელმაც ზუსტად იგივე კატასტროფული ფეხის ტრამვა მიიღო და შემდეგ დაბრუნება სცადა. ეს ძალიან საინტერესო სიტუაცია იყო, რადგან ანდერსონი დიდებული მებრძოლი გახლდათ. მას ჰქონდა რეიტინგი, ჰქონდა სახელი, ის ნამდვილი მეინ ივენტერი იყო. მაგრამ ის აღარ გახლდათ pay-per-view-ის მთავარი სახე, რადგან ეს პოზიცია ძირითადად სატიტულო ბრძოლებისთვისაა დაჯავშნილი. მიუხედავად ამისა, UFC მას სათანადო პატივი მიაგო და ის კვლავ მთავარ ბრძოლაში დატოვა. უბრალოდ შეგახსენებთ, მისი ბოლო ბრძოლა ნაცვლად გადაჭედილი და რეკორდული არენებისა, რომელსაც ის მიჩვეული იყო, აპექსის დარბაზში ჩვეულებრივ Fight Night-ზე გაიმართა. თუმცა მეინ სტატუსი შეინარჩუნა, ის მაინც მთავარი ბრძოლის მონაწილე იყო. იქ ის დააპირისპირეს ნამდვილ მკვლელთან, იურაია ჰოლთან. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ იურაიას სახელი უფრო წინ წამოეციათ. ანდერსონს რომ თავი დაეცვა და მოგების გზა ეპოვა, ის დაიბრუნებდა ძველ პოზიციას,
და კვლავ შეძლებდა მთავარ ბრძოლებში ყოფნას. ჯერა რომ სწორედ ასე განვითარდებოდა ისტორია და მჯერა რომ კონორის შემთხვევაშიც მსგავს სიტუაციასთან გვაქვს საქმე. ფიქრობ მას დასტაში ყველაზე დაბალ ბანკოს ჩამოუვლენ, მაგრამ სხვაგვარად ამას ვერ გაამართლებ. ერთადერთი გზა რომ ეს ყველაფერი ლოგიკური იყოს, არის ის რომ სხვა მებრძოლს მისცეს შანსი წაიღოს ყველაფერი რაც კონოს გააჩნია. MMA-ში ეს მუდმივად all-in-ის თამაშია, რაც არ უნდა გქონდეს და უმასწრებელი რეკორდი იქნება ეს თუ მსოფლიო ჩემპიონობა, თუ შენს მეტოქეს ვინმე სუსტად მიიჩნევს და ის მაინც გაჯობებს, ის წაიღებს ყველაფერს, რაც შენი იყო. აი ასეთია ეს თამაში და ყველაზე კარგი დამაღალებებელი ამბავი ისაა რომ კონორი მეთანხმება. კონოს ფეხებზე კიდია. ის მზად იყო პოდიესთან ეჭხობა, მზად იყო ჩენდლერთან ეჭხობა. მას უნდა ეს დაპირისპირება დაგვირგვინებულიყო, წითელი საცვლების ღამე კვლავ აქტუალურია. მან ჩენდლერს სიტყვა მისცა და ყველაფერი გააკეთა, რომ ეს ბრძოლა შემდგარიყო. ფიქრობ, იანგარის ვარიანტი საკმაოდ რეალურია. ჩემო პარტნიორმა ჯეკ დელა მადალენა ახსენა, რაც ის რაც უდიდია. აიღეთ ნებისმიერი მებრძოლი ტოპ 6-ეულიდან ან 8-დან. ეს მაინც მაგრეგორია, მან უნდა დაამტკიცოს შეუძლია თუ არა კვლავ მყარად დგომა. თუ ვერ შეძლებს, მაშინ მისი დიდება სხვას გადაეცემა. აი ასე ითამაშება ეს თამაში. არავინ აპირებს უცებ ყველაფერი შეცვალოს და თქვას. კარგით, მოდი უბრალოდ გავერთოთ, მოვაწყოთ დიდი შოუ, გავასწოთ ჯამბო ჯეტები, დავსვათ ლას-ვეგასში. ირლანდიელები ცავსე ბოინგ 747-ები. არა, ასე აღარ იქნება. მას მოუწევს ჩხუბი. სხვადასხვა მან თავად წამოაყენა მოთხოვნები, მას უფრო რთული ბრძოლა უნდა, მას 170 კილოგრამში ჩამოსვლა, უნდა 77-ში დარჩენა, მას არ უნდა წონისკლება და მზადა 84 კილოგრამშიც კი იჭხუბოს. და ბოლო რამ, სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კონორმა ჩემს თვალში ასეთი ნდობა და გულწრფელობის სტატუსი მოიპოვა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ მას წონაც კი არ აინტერესებდა, მას უბრალოდ ასპარეზობა სურდა, ასე რომ გეტყვით, თუ ცდილობთ გამოიცნოთ ბრუნდება თუ არა კონორი, დიახ, ის ბრუნდება და თანაც ძალიან მალე ოფიციალურ განცხადებას იმაზე ბევრად ადრე მოისმენთ, ვიდრე გონიათ. მაგრამ თავარი კითხვა სხვა, ვიხილავთ მას ორჯერ გაგრძელდება მისი კარიერა? მაგრეგორის გუნდისთვის ამ მომავალ ბრძოლაში ყველაფერი ძალიან მარტივადაა. დავიწყეთ ბილეთების გაყიდვები, დავიწყეთ რეიტინგები. ამ მომავალ ბრძოლაში კონორ მაგრეგორმა საკუთარი თავი უნდა დაამტკიცოს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ის ისევ მებრძოლია.